როგორ გაკვეთილში ხართ ადამიანთან, როგორი კარმული გაკვეთილი გაქვთ მასთან. მოგესალმებით ყველას ჩემო ძვირფასო გამომწერებო, სტუმრებოც. როგორ ახართ? მაშასე დავიწყოთ. ესე იგი, რას მიჩვენებს ჩემო ძვირფასო გამომწერებო? გეუბნებიან, რომ არ დაკარგო საკუთარი თავი სხვის მოლოდინში, არასოდეს, არსად და არავისთან. და არ აგერიოს კარმული მიზიდულობა ნამდვილ ბედნიერებაში. სავარაუდოდ, ნამდვილი ბედნიერება თქვენი 1000-იანი, რომელიც ამოვიდა, ეს ეხება ურთიერთობებს, მეგობრულ ურთიერთობასაც ბევრთან და ასევე პასუხისგებლობებს. ხო? ვინაიდან რადგანაც კარმა მხოლოდ ურთიერთობის ორი ადამიანის ურთიერთობის კარმული გაკვეთილი, არა მხოლოდ ეს გაკვეთილი, ანუ რამოდენიმე ვარიანტი არსებობს და თუნდაც ნათესაობრივიც. ამ შემთხვევაში აქ ამოდის მამაკაცი და ქალბატონი. ანუ თუ ვინმე საინტერესებს სასიყვარულო პროგნოზის კარმულ გაკვეთილზე, ეს არის ზუსტად თქვენი პროგნოზი. ეს ადამიანის გაკვეთილშია თქვენთან ერთად, სიმწიფეს სწავლობს ამ გაკვეთილებში, არჩევნებს სწავლობს. თქვენ და ეს ადამიანი საერთოდ ძალიან გევხართ ერთმანეთს. სადღაც მისი ქცევები არის თქვენი სარკე. მისი ხასიათი თქვენი სარკეა. 80%-ში ვისთანაც წყვილში ხართ, ან მეგობრულ ურთიერთობაში, ან ურთიერთობაში, კომუნიკაციაში პიროვნებასთან, ვისთანაც ვთვლით, რომ კარმული გაკვეთილი გაქვთ, ეს გაკვეთილი თქვენი თუნდაც დისტანციური იყოს, მაინც ორივეს გაქვთ ერთნაირი, თქვენ და ეს ადამიანი ერთმანეთს გევხართ, სარკეა თქვენი ეს პიროვნება. მასთან ისწავლით თვითღირებულებებს, ემოციურ საზღვრებს, ამ საზღვრების ჩამოყალიბებას ისწავლით, არჩევნანს ისწავლით სადღაც, არჩევნის გაკეთებას. სიყვარულით და არა შიშით მიჩვენებს. ვიღაცასთან ისწავლით მეგობრობას, ვიღაცასთან იქნებით მფარველი თქვენ პირდაპირ ამ პიროვნების, ან ეს ადამიანი თქვენი. და ასევე გულში პასუხები გაქვთ მასთან ურთიერთობის შემდეგ, აი ამ ადამიანთან ურთიერთობის პროცესში ამ შემდგომ, საერთოდ ცხოვრებისეულ კითხვებთან მიმართებაში ანუხდებით, ვინ ვარ, რისთვის ვარ და აქამდე თუ ვერ ხვდებოდი ვინ ვიყავი მაგალითად ცხოვრებაში, ახლა უკვე ხვდები, რომ აი ეს ვარ მე, ასეთი ვარ და ძლიერი ვარ ერთი სიტყვით, სადღაც ესეც. ასეთი კავშირები, მეგობრებო, ურთიერთობაში ვინც ხართ, თუ უყურებთ შვილებს, ნათესავებს და მეგობრებს და და-ძმას და ასე შემდეგ, მით უმეტეს გაითვალისწინეთ, რომ ან გადასცეთ, ან იცოდეთ, რომ ასეთი კავშირები ძირითადად იწვევს მტკივილს. კარმულ გაკვეთილს სჩვევია მტკივნეული კავშირები. მტკივნეული დასასრული, მტკივნეული გაწილილი კავშირი და სადღაც გამოფხიზლებაც. მიზანია აი ამ კავშირების, კარმული კავშირების არის გამოფხიზლებაც, ან ერთმანეთის პოვნა. გაკვეთილების გავლა ასევე, რა თქმა უნდა, რეინკარნაციით მოსულ ხალხს ეხება და მე მჯერა, რომ რეინკარნაცია არსებობს, მე ამის წამს, მართალი არ ზის ჩვენს რელიგიაში, მაგრამ ამაზე ბევრია დაწერილი და ნათქვამი და გავგონიათ და გაუგიათ და ამიტომ, რა ვიცი, ყველაფერიც ხდება, ხვდებით? ერთი სიტყვით, ამ გაკვეთილის მიზანია გამოფხიზლება, ერთმანეთის პოვნა, ერთმანეთის გაგება, ერთმანეთის ფარველობაც, ვიტყოდი და რა თქმა უნდა, ერთმანეთის სიყვარული
ან ერთმანეთის სიძულვილი. აი ეს ორი ვარიანტია აი ამ თქვენი გაკვეთილის.